Pirpaso telemaყურებლებო, დღეს უჩვეულო გადაცემა გვაქვს. დღეს ჩვენი გადაცემა პირველად გადის ესეთი სახით და შეხედეთ ალბათ პირდაპირ ჩართვაში ყავს ბატონი ერმილე ნემსაძე და ჩვენ დღეს ერთობლივად გვექნება გადაცემა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. სანამ გამარჯობა ერმილე პირველ რიგში. გამარჯობა ნიკოლოზ, მოგესალმები, მივესალმები შენს მაყურებელს, ყველა ნორმალურ ქართველს და ჩვენ სამშობლოს. ეხლა იმასავით არ მინდა გამომივიდეს ერთი ჟურნალისტია ყველა მიცის და მოყვებოდა მთელ ისტორიებს და ბოლოს ვიტყოდა გამარჯობას და ამიტომ გითხარი თავიდანვე გამარჯობა, რომ ეხლა მე არ დამეწყო აქ მთელი ისტორიები და მაყურებელს ვეტყვი, რომ აი უჩვეულო გადაცემა მაქვს დღეს, იმიტომ რომ ასეთ სახით არ გავსულვარ, ტიტრები არ არის გადაცემაზე, უბრალოდ ესეთი სახით არის და დღეს ეხლა სხვათა შორის აი კვირას ვიყავი ეკლესიაში მოსკოვში და რამდენიმე ადამიანმა მითხრა ესეთი რაღაცა, რომ აიო კაცო დავით გარეჯთან დაკავშირებით იციან ახლა ჩემი აქტიურობა და ესეთი რამე მითხრეს, რომ რაღაცაო იქო დავით გარეჯთან რამე პრობლემები არ შეიქმნასო და მე ვთხარი რა პრობლემები მეთქი და ერმილე ნემსაძეს რაღაცა ქონდა ეს ჩვენ ნავსაკითხებთან ომის ვეტერანთან, სამხედრო ექსპერტთან ამ ადამიანთან, რომელსაც წარდგენა არ ჭირდება და თავიდანვე მინდა რომ განმარტება გავაკეთო იმ ჩასაფრებული და იმ ნებაზე, როდესაც რაღაც გარკვეულ ერთობლივ მუშაობაზე და საქმიანობაზე გვექნება საუბარი ხოლმე ხშირად ისმის ხოლმე ესეთი რაღაცა, რომ აი იმან ეს თქვა, ამან ეს თქვა, იმან ის თქვა, ამან ეს თქვა რა. იცით რა არის? ერმილე ნემსაძე კაცი არის, რომელმაც მე 2008 წელშიც და მანამდეც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა ეს კაცი. არის პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი. ზოგისგან განსხვავებით არ არის ჩარჩენილი რაღაცა იმაში ერთ ნაჭუჭი, არის რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენის მომხრე. მე ამას ძალიან დიდ რაღაც გარკვეულწილად უსვამ ხას, იმიტომ რომ ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ ეხა მე მოსკოვში ვიმყოფები, თქვენს კარგად იცით და ეხა ბოდიშთა თუ რაღაც ხარვეზები არის, ეს იმის ბრალია რომ ინტერნეტი ცოტა არ იყოს რაღაცა ახლა VPN-ით მოდის და ცოტა შეზღუდული არის რაღაცა ამ კუთხით. და მე ეს კაცი ხშირად ამ ადამიანზე ლაპარაკობენ ის აი ეს ვაი ქართველები, რომ აიო ცოტაო ეკლესიის მიმართო რადიკალური არის. ეხლა იცით რა არის, მე და ერმილესაც შორის არის ბევრი ასთა სხვადასხვა. ყველა ერთნაირად ვერ ვიაზრონებ. ზოგს რაღაცა მოსაწონი აქვს, ზოგს არა. ზოგ ჩემი ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, მაგრამ ეს კაცი არის ქართველი ადამიანი, საქართველოსთვის გული შეტკივა და ხალხი, რა ვიცი, მე გასაბერი ეკლესიის მომხრე ადამიანებთან ზის და არაფერი დისკომფორტი არ უჩნდება, პატრიარქია რომ ამერიკის ელჩი მიაჩნია, ჩვენი პატრიარქი ამერიკის ელჩიაო, ამ ხალხთან ზიან დღე და ღამე, დებატებს აწყობენ და ამათ ფონზე თუ კი ეხლა რაღაცა კარგად წარმოჩინდებიან, ეს დიდ გამარჯვებად მიაჩნია. ეხლა ის გირჩელების რაღაცა გარკვეულ ფონზე თუ შენ ეხლა აღმოჩნდი რაღაცა წარმატებული, ეს მართლაც ეხლა დიდი მიღწევა არის. ეხლა გვერდით რო დაისვა ადამიანმა ვიღაცა 9-ჯერ ნათრევი და 30-ჯერ გაბოზებული ადამიანი და გვერდით რაღაცა ცოტა ისე მსუბუქი ყოფაქცევის ბოზი რომ გამარჯვებული გამოვა იმ 9-ჯერ ბორდელიდან გამოყვანილ ადამიანთან, ეს არ არის მეგობრებო დიდი წარმატება და ესე იგი ეს ხალხი ამ ერმილე ნემსაძეს კაცო იმას უკიჟინებს, რომ აიო ამ ცოტაო პატრიარქ ეკლესიის შეგეც ეს კაცი არ არის ეკლესიის მტერი, არც პატრიარქის მტერი, უბრალოდ აქვს თავისი შენიშვნები ემოციურად ამას იძახის ხშირად მეც აი ჩემთვისაც დაუბრალებიათ ის რომ
როდესაც მithქვია რომ ეკლესიამ ცოტა ხმა უნდა ამოიღოს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, აი შენ ეკლესიის წინააღმდეგ მიდიხარ, ესე როგორც იციან ხოლმე, ბიჭო, რატომ მივდივარ? მე ვიძახი იმას, რომ ეხლა როდესაც აგერ არაბიზაცია არის, გარეჯის თემა, ამაზე ეს არ ეხება კაცო, საპატრიარქოს მეთქი და გამოგიყვანენ, შეგფუთავენ უბრალოდ იმ იმაში. ხო და ეს იმ ხალხის გასაგონად გავაკეთე განცხადება, რომლებიც რაღაცა დიფერენციაციას ახდენენ ადამიანების რა. თვითონ იმ ხალხის გვერდით ზიან, მართლა რომ აი გასაბერ ეკლესიებს და პატრიარქი რომ ამერიკის ელჩი არის, იმ ხალხთან ზიან და თან ვიცით რომ გირჩელებზე როგორი გადაწყვეტილება მიიღო ეკლესიამ, როდესაც წესისაგებებაც კი აუგზალა გირჩელებს და ამიტომ აი ეს არის აი მართლაც აი ყოველად გასაგონარი, გაუგონარი ფაქტი. ბატონო ემილე, ეხლა მე მინდა რომ ჩვენ ეხლა დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს და ამიტომ მინდა რომ მაყურებელს პატივს ვცემ და ბატონობით და ანუ რაღაცნაირად დავიცვათ. ეხლა ზოგჯერ მე ზიზღება ხოლმე გასტუქს რო ვიკეთებ და სასაროჩკა რომ აცვია, იმიტომ რომ ჩემთვის უფრო ადვილია ისეთი უფრო სუბუქად და ისე ჩავიცვა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესი და ამიტომაც ეხლა ჩვენ აი ამ კუთხით ვიქნებით ხაზზე. მოდი დავიწყოთ იმ თემით, რომლითაც მე აი ვისაუბრე მაყურებელთან, ანუ გარეჯთან საკავშირებით. ეხლა ეს ინფორმაცია რო გავრცელდა გარეჯთან მიმართებით, მე არ ვიცი საქმის კურსში არა ვარ, საერთოდ არ ვიცი რა ინფორმაცია გავვრცელეთ თქვენ. და ამიტომაც დავინტერესდი, იმიტომ რომ ჩემთვის ტკივნეული საკითხია დავით გარეჯი, დავითის დაცვის კომიტეტი გავაკეთე, შევქმენი, ვიბრძოდი ამ ჩვენი მეორე იერუსალიმისთვის და მინდა რომ აი მაყურებელს უთხრათ, რა ხდება დავით გარეჯთან დაკავშირებით, რა ინფორმაციას ფლობთ თქვენ. კიდევ ერთხელ მოგესალმები, ბატონ ნიკოლოზ, დიდი პატივისცემით. მინდა გისურვო კიდევ და კიდევ წარმატება იმ გზაზე, რომელ გზაზეც ახარ დამდგარი და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა, თუ კი რომელიმე ნორმალურ ქართველს სამშობლო ოდნავ მაინც უღირს, შეუძლებელია იყოს რუსეთთან ურთიერთობის დალაგების წინააღმდეგ. მე ვამბობ ამას, რომელიც 2008 წლის მონაწილე ვარ და ბევრი სიმწარე მოკავშირებს. ამიტომ ვინც ამის წინააღმდეგია, ეს არის მტერი უბრალოდ. მას საქართველო არ უყვარს და არ აინტერესებს. დღეს 16 მარტი არის, მინდა ქართველი არტილერისტების დღე არის, მაინც სამხედროდან მოვდივარ და ესაა სოხუმის გმირული დაცვის დღე 93 წელს და მინდა ვისურვო რომ ჯერ პირველ რიგში მიულოცო ჩვენ არტილერისტებს ეს ყველაფერი და მე და მეორე ვისურვო ის რომ მსგავსი აღარ გამეორებული იყოს არასდროს და შვიდობით და რაღაცა ნორმალური ურთიერთობით მოგვარებული იყოს ყველა კონფლიქტები. ჩვენ ერთ დასაკარგი შვილი არ აყავს და სისხლი არაა დასაყრელი იმაზე მეტი რაც დაიყვარა. ეხლა რაც შეეხება ამ საკითხს, პირველ რიგში აი ამ შარლატანებს მე არაფერს უბრალოდ არც კი ვაგდებ უბრალოდ პასუხის ღირსად. შენც და მეც ნიკოლოზ აი დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამე გადავიტანეთ. ძალიან ბევრი რამე გადავიტანეთ, პროვოკაციები, ბევრი ცილისწამება, ბევრი ტალახის სროლა, უშიშროებაში ჩემზე პირადად საქმე იყო აღძრული, ძალიან ბევრი რაღაცეები რა. მაშინ სხვათა შორის ეკლესიის მთავარს მაშინ დაგვაბრალეს, მე დამაბრალეს ყოველ შემთხვევაში, რომ როდესაც გარეჯთან დაკავშირებით საპატრიარქოში ვიყავით მისული და გვინდოდა პატრიარქთან შეხვედრა, იმიტომ რომ პატრიარქი ამბობდა დავით გარეჯი საქართველო არის და ამის განხილვა არ შეიძლება და იქ ზოგ-ზოგიერთი სასულიერო პირი ჯაღმანიძის დამატებით ამბობდნენ, რომ თურმე ის ბერთუბანი და ის აზერბაიჯანისაა და ნუ აი ეს როგორ გავბედეთ და ეს როგორ თქვით ჩვენ თურმე აი ამის გამოაწყდა ეს ყველაფერი. ამიტომ ეს თემატიკა თვითონ გარეჯის თემატიკა ჩემთვის ყველანაირად აი ძიმი არის, ემოციური არის და განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ ვარ. ეხლა ოდნავ ცოტა რაკურსს გავაკეთებ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც გავრცელდა, იმიტომ რომ პირდაპირ რომ თქვა ეს ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანებმა ვერ გაიგო. გავრცელდა ზოგადად ჩარჩოს ვიტყვი, გავრცელდა ამერიკულ ერთ-ერთ პოდკასტებში და შოუში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანთან მიმდინარე ომის კავშირში იყო ესეთი ინფორმაცია გავრცელებული, რომ საქართველოში ჯერ იყო საქართველოში არის ბაზა, რომლიდანაც ხდებოდა მართვა სადღაც იუნესკოს დაცულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის საზღვართან, საიდანაც დაიბომბა აზერბაიჯანი. ნუ შემდეგ ეს ამ თემის განხილვა იყო და შემდეგ იყო ესეთი მოსაზრება გავრცელებული, რომ უფრო რეალური, რომ
აზერბაიჯანი, რომელიც არის სტრატეგიული პარტნიორი ისრაელის, ფლობს ბაზას საქართველოს ჩემი მე მესმის ჩემი მესმის აი კადრული და მინდა რომ აი დააჭიროთ იმ ხელი რომ და გასცეს აი როდესაც იქნება კადრი ჩვენ მე ხელს რომ მე ისწორდება და აი მაგას დააჭირეთ ხელი და გამოსწორდება. აი ხა გასწორდა. კი ბატონო, გისმენთ გააგზავნეთ. აქ უკვე მოასწრეს კომენტარში დაწერა დემაგოგიის. მოკლედ, გავრცელდა ის ინფორმაცია, რომ დიპლომატები ძალიან ერიდებიან ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარს, რადგან არის ძალიან გრძნობიარე საკითხი. სადღაც იუნესკოს დაცულ ტერიტორიაზე, საქართველოს azerbaijānis საზღვართან არის ებრაულ ისრაელის და აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო ბაზა, რომელიც სამხედრო ბაზიდანაც ხდება უპილოტო აპარატების მართვა, დრონების მართვა, ეგრეთ წოდებული დრონების მართვა. ნუ ეს გავრცელეს ამერიკელებმა ალბათ რუკაზე რომ უთხრა საქართველოს სად არის საერთოდ ვერ ნახავენ. მე არ გამიკვირდება, იმიტომ რომ ახლა ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია ირანის კი ვერ ნახეს რუკაზე ამ ხალხს. მაგრამ ეს იყო იმდენად მნიშვნელოვანი და იმდენად მოულოდნელი, რომელმაც მთლიანად ეს დავით გარეჯთან არსებული ეს სინქრონი თავიდან ბოლომდე შეკრა. ეხლა რატო? აი ამ რაკურსს ვიტყვი. ჩვენ ყველას გვახსოვს 2007 წლის მიხეილ სააკაშვილის მაშინ საქართველოს პრეზიდენტად წოდებულის განცხადება დავით გარეჯთან დაკავშირებით. კარგად თუ დავაკვირდებით, მიხეილ სააკაშვილს წამოწდა ისეთი რაღაცა, რაც საერთოდ ახასიათებდა ამ ადამიანს ესეთი რაღაცები და როგორი რაღაცა თქვა. აზერბაიჯანის საზღვართან არსებობს მადომინირებელი სიმაღლე, რომელიც მადომინირებელი სიმაღლეც აზერბაიჯანს სჭირდება თავისი შიდა უსაფრთხოებისთვის და ჩვენ უნდა გადავცეთ ეს მადომინირებელი სიმაღლე აზერბაიჯანს, მაგრამ ისე რომ დავით გარეჯი იყოს საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილი. არანაირ ლოგიკაში ეს არ ჯდება, როდესაც ორი მეზობელი სახელმწიფო საუბრობს მადომინირებელ სიმაღლეზე და სამხედრო უსაფრთხოებაზე. ეს ეხება ან ერთს, ან მეორეს. იქ მესამე მეზობელი ამ ტერიტორიაზე არ არის. ამიტომ თუ სამხედრო დომინაციის სიმაღლეს აძლევ მეზობელ სახელმწიფოს, აძლევ სამხედრო უპირატესობას შენს წინააღმდეგ. ან როგორ შეიძლება სამხედრო თვალსაზრისით შიდა უსაფრთხოებისთვის ქვეყანას სჭირდებოდეს ესეთი რაღაც. არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა. ეს იყო 2007 წელს უკვე გასული არის რამდენი დროა მას შემდეგ გასული. და 18 წელიწადი თითქმის ხო? გავიდა მას შემდეგ კარგახანი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები 2012 წელს უშუალოდ გამოჩნდნენ გარეჯის კომპლექსთან. აი მადომინირებელ სიმაღლეზე, სადაც არის ჭიჭყიტურის კოშკი, სადაც არის აღდგომის ტაძარი და აი ის სიმაღლე. ნუ მაშინ ერთი ამბები იყო, ყველას გვახსოვს, შემდეგ ეს ყველაფერი ჩაწყნარდა და ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ ამოყვინთა მას შემდეგ, როდესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების რაფინირებული პიროვნება, პირველი ქართველი ქალი პრეზიდენტი გახდა, რომელიც იყო ჩვეულებრივად საფრანგეთის დაზვერვის თანამშრომელი. მან მისი პირველი ბრძნული ვიზიტი განახორციელა დავით გარეჯში და ზუსტად აი ამ მონაკვეთზე გამოვიდა და განაცხადა, რომ თურმე საქართველოს თავისი საზღვრების დემარკაცია აქედან უნდა დაიწყოს. ამას მოყვა შემდეგ ის, რომ უკვე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გამოჩნდნენ თავიდან ბოლომდე, ანუ სრული ინფრასტრუქტურით, ჯერ საველე ბაზა შეიქმნა, შემდეგ დაემატა მესაზღვრეები და ეს მადომინირებელი სიმაღლეები დაიკავეს და თუ აქამდე ქართველი როგორც მომლოცველებიც ადიოდნენ, ისე ბერები და სასულიერო პირები ადიოდნენ, ამის შემდეგ შეწყდა საერთოდ ვინმეს ფეხის დადგმა იქ. აი უბრალოდ ახლა ამას რატო უყვებით? ბოლოს ჩვენი მესაზღვრეებიც კი ჩამოვიდნენ მადომინირებელი სიმაღლიდან და დარჩნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. ამის შემდეგ ამ ქედს იქეთ რა ხდება? ფიზიკურად, თვალით ეს შეუძლებელია,
უახლოესი ტერიტორიიდან დაინახო. სინამდვილეში აი ამ ინფორმაციამ რა გამოაჩინა? ამ ინფორმაციამ გამოაჩინა ის, რომ ნამდვილად იმ ტერიტორიაზე, რომელ ტერიტორიაზეც თავიდან საველე ბაზა გაიხსნა, მოეწყო ორი სერიოზულად ინფრასტრუქტურით სრულყოფილი სამხედრო ბაზა, რომელიც სამხედრო ბაზაც ერთის თქმით იყო ვითომ ეს იყო სასაზღვრო პოლიციის, აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციის დანაყოფები, რომლებიც ჩვეულებრივად ახორციელებდნენ უბრალოდ პატრულირებას ამ ყველაფერში. ხო, მაგის ინსპექტორების საშუალება არც მეკნება და არც თქვენ გეკნებათ და არც არავის არ ეკნება. ამის მერე დაიძაბა ეს ყველაფერი, როდესაც ჩვენ პროტესტები გამოვხატეთ და ეს 2 კილომეტრ ნახევარი მონაკვეთი გახდა აზერბაიჯანისთვის რაღაც განსაკუთრებულად საკრალური, გამოაცხადა ალბანური კულტურის მემკვიდრეობა ალიევმა, შეიყვანეს წილში და მოკლედ რაც მოხდა მერე ყველას გვახსოვს. ახლა რაში არის საქმე? ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ყარაბახის ომი 44 დღიანი ომი 2020 წელს. ამ დროისთვის ეს ბაზა, ეს ინფრასტრუქტურა უკვე მოწყობილი იყო. საქმე იმაში არის, რომ ჩვენი პრეზიდენტი, ქალი პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირ იყო საფრანგეთის დაზვერვის თანამშრომელი, საფრანგეთში არსებული სომხური ლობის და სპეცსამსახურების მოთხოვნით, სპეციალურად 2017 წელი თუ 18 წელი იყო, როდესაც ეს ყველაფერი განახორციელა, ერთადერთი მიზნით გააკეთა ეს პროვოკაცია, რადგან ფრანგები ფლობდნენ ინფორმაციას აზერბაიჯანის და ისრაელის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით, რატო არიან ახლა ეს ორი ქვეყანა ასეთი სტრატეგიული პარტნიორები. ბაქო თბილისი ჯეიჰანის მილსადენები ეს ყველაფერი რაც აზერბაიჯანიდან გამოდის, თურქეთის გავლით პირდაპირ მიეწოდება ისრაელს. ისრაელი ქვეყანა, რომელიც სტრატეგიულ ალყაში იმყოფება და ყველა მისი მეზობელი, თითქმის ყველა მისი მეზობელი მისი მტერია, განიცდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნავთობის მიწოდების პრობლემას. ამიტომ ისინი ამ პრობლემის 40%-ს აგვარებენ ზუსტად უმოკლესი ბაქო ჯეიჰანის ნავთობსადენიდან და ამან გამოიწვია დაახლოება ისრაელის და აზერბაიჯანის. აზერბაიჯანს პარალელურად ჭირდებოდა შეიარაღების შესყიდვა, ებრაული შეიარაღების შესყიდვა, როგორც უპილოტო აპარატებით, ასევე სხვა უამრავი რამის და ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობა გადავიდა სტრატეგიულ პარტნიორობაში. როგორც ცნობილი გახდა, ომის წინ, როდესაც ემზადებოდნენ აზერბაიჯანელები თავის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ისინი აქტიურად გეგმავდნენ უპილოტო აპარატების გამოყენებას. ზუსტად აქ უნდა ვეძებოთ ჩვენ თავი და თავი ამ ყველაფრის. 44 დღიანი ომი, ყარაბახის ომი აღმოჩნდა ზუსტად თანამედროვე ომების ერთ-ერთი სახე. უპილოტო აპარატების მართვა, ისევე როგორც ებრაული აპარატების, ასევე თურქული აპარატების მართვა წარმატებით იქნა გამოყენებული, რამაც გადაწყვიტა ამ ომის ბედი. ეს იყო მიწოდებული ისრაელის და თურქეთის იარაღით. სამართავი ცენტრი აზერბაიჯანს, რომელსაც თვითონ და მაშინვე გამოითქვა ეს ეჭვი, რომ აზერბაიჯანს, რომელსაც ეს იარაღი არ გააჩნდა, ვინ ახდენდა ამ უპილოტოების მართვას. ამბობდნენ თურქებზე და ამბობდნენ ისრაელის ოფიცრებზე, თუმცა ისრაელის ოფიცრებზე ბევრად ნაკლებად. აი ახლა როდესაც წინა წელს 2025 წელს იყო ისრაელის და ირანის 12 დღიანი დაპირისპირება, ომი, პრაქტიკულად ომი, რომელმაც წარმოაჩინა ის, რომ ომი თანამედროვე, როგორც ახლა მიმდინარეობს, ასეთი სტილით იქნებოდა, აზერბაიჯანის ტერიტორია გახდა ისრაელისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელობის, როგორც სადაზვერვო თვალსაზრისით, ასევე იერიშების მისატანად. მაშინაც იყო ირანელი დიპლომატები პირდაპირ ადანაშაულებდნენ აზერბაიჯანს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენებით ისრაელმა მიიტანა იერიშები ირანზე. ეს ჩვენ ახლა საიდან გვეცოდინებოდა ეს ყველაფერი? თავისთავად ამ ინფორმაციამ სადღაც გაჟონა დიპლომატიურ წრეებში და როდესაც უკვე დღესდღეობით ახლა მიმდინარე ომის დროს აზერბაიჯანის ტერიტორიის დაბომბვა განხორციელდა, თუმცა ჯერ არაა ბოლომდე გარკვეული ვინ დაბომბა და როგორ დაბომბა და რანაირად დაიბომბა, დიპლომატიურ წრეებში გაიჟონა ინფორმაციამ, რომ აზერბაიჯანში იუნესკოს დაცული ტერიტორიის ახლოს არსებული ებრაულ აზერბაიჯანული სამხედრო ბაზიდან
ხდება უპილოტო აპარატების მართვა არათუ აზერბაიჯანის, ასევე ირანის ტერიტორიაზე, რასაც ისრაელი ახორციელებს. და აი ამ ლოგიკამ ააწყო ეს ყველაფერი ჯაჭვი მთელი ამ ხნის მანძილზე. აზერბაიჯანის შიდა უსაფრთხოებისთვის იუნესკოს დაცული ტერიტორია მე მინდა უთხრა რომ ჯერ არ არის დაცული ტერიტორიად გამოცხადებული დავითგარეჯი, მაგრამ დავითგარეჯი არის შეტანილი სიაში. ასევე მინდა უთხრა რომ ზუსტად იმის გამო არ არის აღიარებული რომ ნაწილი რომელიც დათმობილი იქნა აზერბაიჯანისთვის იუნესკოს სჭირდება 100%-ით დადასტურებული არასადაო ძეგლი რომელსაც შეიტანს ქართული და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად. სხვაგან საქართველოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მსგავსი რამ არსად არ ფიქსირდება. რომ იყოს კიდევ სადმე იუნესკოს დაცული ტერიტორია ან იყოს სამხედრო ბაზა. ეს სამხედრო ბაზა, ორი სამხედრო ბაზა არის იმ ტერიტორიაზე გახსნილი, რომელიც არის ჩვეულებრივად როგორც სრულყოფილი სამხედრო ბაზები და როგორც გამოჟონა ამ ინფორმაციამ ამ ბაზებიდან ხდება მართვა. ეს არც ჩემი მოგონილია, არც სადმე ვიღაცის ნაჭორავები, ეს არის ამერიკულ სოციალში გაჟონილი ინფორმაცია. დიახ. ეს რომელი ტოქ-შოუ არის, აი რო უთხრათ მაყურებელს, აი რო თუ როგორ გითხრათ ახლა მე თვითონ შემიძლია ნებისმიერ თქვენს მოგაწოდოთ ლინკი და სხვასაც მოვაწოდო იმ ტოქ-შოუს ლინკი. არის ჩვეულებრივ ძალიან პოპულარული პოდკასტები, რომელ პოპულარულ პოდკასტებსაც მაგალითად როგორიც არის ტაკერ კარსონის შოუები, აი ესე მიყავს და მილიონობით მაყურებელი ყავს შეერთებულ შტატებში და არა მარტო შეერთებულ შტატებში. შემიძლია მე ეს მოგაწოდოთ და თქვენ თვითონაც ნახოთ და სხვანაც ნახოს. აი მე ახლა რაში არის აქ საუბარი? აქ არავინ არ ამბობს რომ მე 100%-ით იქ ვიყავი და ვნახე. ეს ყველაფერი ეწყობა უბრალოდ ერთი მეორის მიყოლებით სინქრონში. ტერიტორია არის იდეალურად შერჩეული. ამ ტერიტორიაზე განთავსებული ბაზა სამი მხრიდან, სადაც ახლა არის ბაზა, სამი მხრიდან ვიზუალურად, ფიზიკურად განურჩეველია. ინფრასტრუქტურა, გზა, ყველაფერი იქამდე მიიყვანეს, ააშენეს. სააკაშვილის გამოთქმები აზერბაიჯანის შიდა უსაფრთხოებისთვის. დაძაბულობის ხელოვნური შექმნა ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან, იმიტომ რომ ფრანგებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს ომი გარდაუვალი იყო აზერბაიჯანს და სომხეთს შორის. ამიტომ საქართველოს მხარდაჭერის არევა უნდათ და ზუსტად აი ამ ადგილზე. ეს დიპლომატების განცხადება. ჩვენთვის ყველაფერი დახურულია ნიკოლოზ. ჩვენ არავინ არაფერს არ გვეუბნება. ასავალ-დასავალში გამოქვეყნებული ადამიანის ინტერვიუ, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ მისი თვალით ნახა ამ ყველაფრის გადაცემა. პასუხის ღირსათაც კი არავინ არ ჩათვალა ქართული საზოგადოება, რომ პასუხი გაეცა. არც ცილის წამებისთვის არავის უჩივლი. ამიტომ ვზივართ, იძულებულები ვართ, რამდენი დოკუმენტი მაქვს მე პირადად მოთხოვნილი, რომელზეც არ გამცეს პასუხი. არც კოორდინატები, არც რუკები, არც პირები ვინც მუშაობდნენ. იძულებული ვართ ვივარაუდოთ ამ ყველაფრიდან, იმიტომ რომ მე ერთი რაღაცის თქმა მინდა. არავინ იცის ხვალდაზე ეგ აზერბაიჯანის და ირანის დაპირისპირება თუ მოხდება, რომელსაც ძალიან ღრმა ისტორიული ფესვები გააჩნია, ისევე როგორც ეთნიკური და დემოგრაფიული საკითხი. ეს ტერიტორია ჩვეულებრივად გახდება ირანის შეიარაღებული ძალების სამიზნე. და ესეთ შემთხვევაში შეიძლება დავითგარეჯის დაიბომბოს და განმეორდეს შაჰ-აბასის დროინდელი უბედურება დავითგარეჯში, ახლა უბრალოდ თანამედროვე ფორმით ისტორიაში ჩვევია გამეორება. და მე აქ ძალიან უყვართ საქართველოში მესამე ძალის, ფარული ძალის ადამიანებს ისტორიის გახსენება. აი ხედავთ რა მოხდა? აი ხედავთ ისტორიული მტერი შემოვიდა. დღეს ძალიან პოპულარული არის შაჰ-აბასის ისტორიების გახსენება საქართველოში. რატომღაც მე ვერ ხვდები. აი ამიტომ ვამბობ, მეც გავაკეთე ამ საკითხთან დაკავშირებით ბლოგი და ჩავთვალე საჭიროდ რომ ეს იყო მნიშვნელოვანი, რადგან ეს სინქრონი ყველაფერი ამ მომენტმა ეს ყველაფერი აწყო ერთი მეორის მიყოლებით. როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ისე დროსა და სივრცეში და გეოგრაფიული მდებარეობით. და ეს ეხლა რა ეს ლოგიკა არის თქვენს, მაგრამ ჩვენ ეხლა მე პირადად აი იურიდიულ მასში სამართალწარმოებაში და პროცესში იურიდიულ სამართლებრივ პროცესში არის ესეთი სიტყვა, ესეთი ტერმინი უпроსორეთ საფუძვლიანი ეჭვი დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი დასაბუთებული ვარაუდისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ ეჭვი გაქვს, ოღონდ არის ეს ეჭვზე უფრო მეტი, ანუ დასაბუთებულია ეს ეჭვი. აი ასე შეგვიძლია შევაფასოთ ჩვენ ახლა ეს სიტუაცია, რომელიც არის შექმნილი, ანუ უყურეთ ახლა
აზერბაიჯანს ეხლა ეს დავით გარეჯი მართლა ამ ჩვენი სიწმინდეებისთვის კი არ ჭირდებოდა იმისთვის რომ მართლაც სტრატეგიული სიმაღლეები დაეკავებინა. ამიტომ წამოწდა სააკაშვილს რომ ესო აზერბაიჯანსო ჭირდებაო სტრატეგიული სიმაღლეებისთვისო წამოწდა მას. მერე ეხლა ეს საბჭოთა კავშირის ჟარი რო იდგა კაცო ამ კომუნისტების დროს გიჟები ხო არ რამადამაინც იქ დააყენეს იქ სადაც იცოდნენ რომ იქ საბოლოოდ იმიტომ გავიდა დავით გარეჯიდან საბჭოთა არმია იქიდან რომ აი სწორედ ფრესკებს უქმნიდა საფრთხეს და ფრესკები ზიანდებოდა და მათ მთელი ამბები იყო გამოსულები და მთელი ამბები და მაშინაც საბჭოთა არმია იმიტომ შევიდა იქ და დადგა იქ მთელი თავისი აღჭურვილობით და მთელი მოცემულობით რომ ამ დავით გარეჯიდან რაღაცები კონტროლდებოდა და ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. გარდა იმისა, რომ ჩვენთვის არის მეორე იერუსალიმი, ეხლა არის ასევე სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობიექტი. ამიტომ ეხლა ეს ინფორმაცია მე არ ვიცი რამდენად სწორია, რაც თქვენ გაავრცელეთ, მაგრამ სიმართლე რო გითხრათ, არ გამიკვირდება, რომ ეს რეალობასთან იყოს ახლოს, მით უმეტეს იქ თონაც თქვეს სამხედრო პატარა ობიექტის გააკეთეს სანამდე ამის ყურება შეიძლებოდა მერე აქვს ჩაკეტილი ყველაფერი იმიტომ რომ ჩვენ ვიც და ალიევ შორის დაიდო ხელშეკრულება რომლის თანაც იქ უნდა შესულიყვნენ სატო მალავენ ქართველებისგან ესენი ამ რატო არ უნდათ ეს აი ეს ყველაფერი იწვევს ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს მეგობრებო მოწმობს იმას რომ რაღაცაში არის საქმე მართლაც შესაბამისი უწყებები ჩვენ უბრალოდ რაღაც ερμილემ რაღაც ინფრიები და ეხა საზოგადოების დაინტერესდნენ შესაბამისი წევრი მართალია თუ ეს რა ხდება იმიტომ რომ შარში არ გაეხვიოს ჩვენი სიწმინდე გატკზეული იყო ხო? ჩვენ ბატონო ნიკოლოზ ერთი რაღაცა მინდა გკითხოთ ჩვენ რაც დავით გარეჯს ეხება არა მარტო დავით გარეჯს ეხება მაგრამ რაც დავით გარეჯს ეხება ყველაფერი შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ ვივარაუდოთ მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდებით ვისაუბროთ ამბობენ დამნაშავეა სააკაშვილმა გადასცა არსად არანაირი მტკიცებულება არ არის დღემდე წარმოდგენილი და სააკაშვილს ბრალდება არ აქვს წაყენებული ტერიტორიის გადაცემის გამო ამბობენ რომ სააკაშვილმა ამაში ამდენი ფული აიღო არანაირი ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირული ისმის ითხოვ დოკუმენტებს ყოველგვარი განმარტების გარეშე უარი არის ადამიანი ცოცხალი ადამიანი პირდაპირ ამტკიცებს და თითზადებს რომ მე ვნახე ეს ტერიტორია თქვენგანაც იცით არანაირი გია ერთში ვარ და დაიდეკავ ხო ერმილე გესმით ნიკოლოზ იგი მესმის ხო არაფერი იმას მესმის ერმილე იმას ვამბობდი რომ დავით გარეჯს რაც ეხება ნიკოლოზ ჩვენ ყველაფერი ვარაუდის დონეზე გვაქვს ვარაუდის დონეზე გვაქვს რომ სააკაშვილმა გადასცა არ არის ამის არანაირი იურიდიული მტკიცებულება ვარაუდის დონეზე გვაქვს რომ ამათმა გადასცეს და ხელი მოაწერეს ადამიანი პირდაპირ ამბობს სოცხალი ადამიანი ჩემი თვალით ვნახეს აიდუმლო დაშვება მქონდა რომ ეს გადაცემულია პასუხი არანაირი არა გვაქვს ანუ რაზე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ როგორ გავარკვიოთ იმ ბაზაზე რა აქვს განთავსებული მართვის ცენტრს არაფერი ბევრი არ ჭირდება მართვის ცენტრს ჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურა რომ მათ მოახდინონ უპილოტო აპარატებთან კავშირგაბმულობის და მართვის როგორც ასეთი შენიღბვა ამ სამხედრო ობიექტის ამ ფორმით და ამ ადგილზე არის იდეალური როგორც ფიზიკურად ასევე სახელით ხო აი ეს არის იუნესკოს დაცულ ცენტრთან შენიღბული ესეთი და ესეთი ამიტომ ვისაუბროთ ჩვენ რეალობაზე არათუ იმაზე რომ აზერბაიჯანს და ისრაელს იქ რა განთავსებული საერთოდ როგორ იქნა ეს ტერიტორია გადაცემული ჩვენს თვალს და ხელშვა და პასუხისმგებელი ილიჩოვა და მელაშვილი იყო მაგრამ თუ
თურმე ისინიც არ ყოფილან დამნაშავეები. ასე იგი. არა, ეხლა რა არის იცით? ჩვენ რამეს უსვათ ხაზი. ამ არის დღეს ერთებულ შტატებსა და აბუ-დაბიში აეროპორტში საცავები ნავთობის და მთელი არაბული ეს არაბული მუხტი რომელშიც სწრაფოდა და იქ ფული გადაკაჩვა ხდებოდა და მთელი ესე იგი პლუს იქ იყო დღეს ეს ადგილი იქცა უბედურების ზონად. ჩვენთვის რაღაცა საფრთხე უნდა გააკეთოს ყველაფერი რომ რაღაცა ეს ჩვენ ამ პროვოკაცია უნდა იქნას და ეხა ეს ნაციონალები რასაც აკეთებენ ესე იგი იმას ჩადისო გამოთქვამსო სამძიმარსო იმ აითოლას სულიერი ლიდერის აღუპის გამო და ამ დროს ავიწყდებათ რომ იგივე საკეთებს ყველა თითქმის ჩვენი დიახ მე მესმის, მაგრამ ძალიან ხარვეზებით მოდის. მესმის? არის ძალიან ეხლა მე ვიცოდი კიდევაც რომ ეს პრობლემატური ხდებოდა, მაგრამ იმდენად ხას ვიზამთ ეხლა თავზე ვიძალა არა. დაპირე კარგი ძალიან ისეთ იმიტომ რომ თქვა მოგახსენებთ და ეს ინფორმაციის გაცხადა სამხედრო ერთ-ერთ ტოკ-შოუში მისი აზრით მის ინფორმაცია გავრცელებული რომ იქ რაღაცა გარკვეული სამხედრო ობიექტი აზერბაიჯანს და რაღაცა პრობლემას ქმნის ეს ირანისთვის როგორც ეს დებული და არ ვიცი ეს რამდენად სწორია, რამდენად ეს არის ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ ფაქტი არის რომ აი ამის შესახებ ინფორმაცია ამიტომ ფიქრობ რომ მაინც დასაფიქრებელია არ მოგვეცა საშუალება, იმიტომ რომ აი იმის გამო რომ ინტერნეტის პრობლემები გაიხარეთ ნიკოლოზ, გაიხარეთ. დიდი მადლობა ემილე და